ჰეი, გამარჯობა, აქ მისტერ რიზუმენია. დღეს მე ავხსნი ერთ სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმს სახელად Lifelike. წინ სპოილერებია, ყურადღებით ფრთხილად იყავი. ფილმი იწყება სოფიისა და ჯეიმსის ჩვენებით. ისინი ახალდაქორწინებული წყვილი არიან. სანამ ისინი კოცნიან ერთმანეთს, ჯეიმს იღებს ზარს, რომ მისი მამა გარდაიცვალა. მას შემდეგ ჯეიმს და სოფი მისი მამის მდიდრულ სახლში გადავიდნენ. მდიდრული სახლის გარდა, ჯეიმსმა ასევე მამის საქმეც მიიღო მემკვიდრეობით. მეორე მხრივ, სოფი ამ ფუფუნების ცხოვრებას მიჩვეული არ არის. მას არ უნდა, რომ რომელიმე მოახლე ემსახურებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ მოახლეების სიამოვნებით მუშაობენ. სოფიის მათ ორის გარდა არავინ უნდოდა, ამიტომ ბოლოს თავისი სახლის ყველა მოახლე გაუშვა და 2 წლიანი ხელფასი მისცა. ჯეიმსმა, რომელმაც ეს იცოდა, თავიდან სოფი ითიმედ გაცრუება იგრძნო, რადგან ასეთ დიდ სახლში აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოახლე, რომელიც მოემსახურებოდა, თუმცა ბოლოს ჯეიმს ემორჩილება და იღებს იმას, რაც მის ცოლს უნდოდა. ამის შემდეგ მათ შორის უნება გაღვივდა, ამიტომ ძალიან ნებიანი ღამე გაატარეს. მეორე დღეს, როცა ჯეიმს სამსახურში იყო დაკავებული, სოფი დაურეკა, რადგან მისი დახმარება სჭირდებოდა ბალახის საკრეჭის დასაკოკად. ამიტომ ჯეიმს ღამით წავიდა, რომ მანქანა მოემზადებინა, მაგრამ ვეღარ შეძლო მისი თავიდან ჩართვა. სოფი, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ეჩვეოდა თავის ახალ ცხოვრებას, და ჯეიმს, რომელიც მუდამ სამსახურში იყო დაკავებული, ისევ იქამდე მივიდნენ, რომ სოფი მწუწუნი დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოახლე თვითონვე დაითხოვა. ამის შემდეგ ჯეიმს გადაწყვეტს წავიდეს კომპანიაში, რომელიც თანამედროვე რობოტებს ქმნის და ისინი ზუსტად ადამიანებს გვანან. ამ რობოტებს კლიენტებზე აქირავებენ როგორც მოსამსახურეებს. კომპანიაში ჯეიმს ამ ლამაზი ქალი რობოტის დაქირავებას აპირებს, მაგრამ სოფი არ ეთანხმება, რადგან ის ზედმეტად ლამაზი და სრულყოფილი ჩანს იმისთვის, რომ მის სახლში მოახლე იყოს. სოფის ეშინია, რომ რობოტზე იეჩვიანებს. საბოლოოდ ორივენი შეთანხმდნენ, რომ მამაკაცი რობოტი დაექირავებინათ, სახელად ჰენრი, რათა მათ სახლში მსახურად ემუშავა. თავიდან არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ჰენრი, როგორც რობოტი, ყოველდილით ამზადებდა საუზმეს და ბალახსაც ჭრიდა, როგორც მისმა პატრონმა უბრძანა. Sofía y Henry, que ver el log de la Nicustean, irten bejar su ela esanción berejala, es ustean harapatuta. Sofía, რომელიც Henry-ს თან თავს უხერხულად გრძნობს, James თან ჩივილს იწყებს. მაშინ როცა ის თავის საქმეში ძალიან დაკავებულია და ბოლოს მათი ურთიერთობა სულ უფრო ნაკლებად ახლობელი ხდება. ამის გამო სოფი ჰენრისთან დაახლოებას იწყებს. სოფი თავს მარტოსულად გრძნობს, რადგან ჯეიმს იშვიათად არის სახლში, ამიტომ სოფი ცდილობს უფრო მეტი დრო გაატაროს ჰენრისთან. სოფი ჰენრის ეუბნება, რომ წაიკითხოს წიგნი, რომელშიც ის ემოციები და გრძნობებია აღწერილი, რასაც ადამიანები განიცდიან, მაგრამ სოფიმ ეს წიგნი არ უნდა მისცეს, რადგან მისი ხელოვნური ინტელექტის სისტემა ამის სწავლას შეძლებს, ამიტომ ჰენრის გაუჩნდება გრძნობები და ადამიანებივით სიყვარულსაც იგრძნობს. ამის შემდეგ ერთ ღამეს სოფი იღვიძებს, რადგან თავისი სახლის გარედან რაღაცის ხმა ესმის. ის სახლიდან გადის და აღმოჩნდება, რომ ჰენრი გარეთ იწვა, ეძინა და საერთოდ არაფერი ეცვა. შემდეგ ჩნდება სცენა, სადაც ჰენრი ამბობს, რომ ოცნებობს ადამიანად გახდომაზე. მეორე დღეს ჯეიმს და სოფი, რომლებმაც ჰენრი რობოტის უცნაურობა იგრძნეს, მაშინვე წავიდნენ ჯულიანთან შესახვედრად, რომელიც რობოტების კომპანიის მფლობელია. ჯულიანმა თქვა, რომ მიზეზი ჰენრის ემოციების გადამეტებული განვითარება იყო, რადგან ორივე ზედმეტად ადამიანურად ეპყრობოდა მას, შემდეგ კი ჯეიმსმა სოფი დაადანაშაულა. ის თავისი დროის უმეტეს ნაწილს სახლში ჰენრისთან ატარებს. ერთ ღამეს, როცა ჯეიმს სამუშაოს შემდეგ სახლში ბრუნდება, ის პოულობს სოფის წერილს ჯეიმსისთვის, რომელიც მას ძალიან დიდი ხნის წინ ჰქონდა დაწერილი. ზუსტად მაშინ, როცა ისინი სახლში გადავიდნენ. ჯეიმს წერილს კითხულობს და ამის შემდეგ ინიციატივას იღებს, რომ თავის ოთახში სანთლები დაანთოს სოფის დასაპატიჟებლად. ელ დელისიოსოსთვის, ხომ გამიგეთ, არა? მაგრამ სამწუხაროდ სოფი უარი უთხრა. მეორე დღეს ჯეიმს თავის საქმეში ძალიან დაბნეულია, მაშინ როცა სოფი ჰენრისთან ლაპარაკით არის დაკავებული, ის ამბობს, რომ გრძნობებს განიცდის და ჰგონია, რომ დაპროგრამებულია იმისთვის, რომ სოფი ბედნიერი გახადოს. ჰენრიმ სიტყვების მნიშვნელობა არასწორად გაიგო და უთხრა, რომ სოფი და ჯეიმსი ყველაფერში დაემორჩილებოდნენ, მათ შორის ჩაკა-ჩაკაშიც. ამ მომენტიდან სოფის ჰენრი უფრო მეტად მოსწონს.
სოფის ჰენრისთან ჩაკა CH, AKA-იანი ღამეებიც კი ეს იზმრება, როცა ჯეიმს სამუშაოდ წავიდა, სოფი შემთხვევით თავისი ოთახის კარი ღია დატოვა და საწოლზე ოხრავდა, რათა ჰენრის მისი აუტო დელისიოსო გაეგონა. როცა კმაყოფილი დარჩა, სოფი გარეთ გავიდა და ჰენრი დაინახა, რომელიც მხოლოდ მას უყურებდა. შემდეგ ჰენრი ცურვაზეც გაიყოლა. ჯეიმს ჯერ სამსახურში არ წასულიყო, მათი სიახლოვე რომ ნახა. ეჭვიანობით ჯულიანთან ჰენრი ზემისვლა გადაწყვიტა. ჯულიან ამბობს, რომ ჰენრის ქცევა მისი პატრონის სურვილებს შეესაბამება, ამიტომ თუ სოფის ჰენრი მოსწონს, მაშინ ჰენრისაც სოფი მოეწონება. მაშინ ჯეიმსმა ჰენრის უთხრა, რომ სოფისთან აღარანაირი კავშირი აღარ ქონოდა, მაგრამ ჰენრი ამაზე სოფისთან ჩივის, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ ჯეიმს და სოფი ისევ იჩხუბეს, ამიტომ სოფი რამდენიმე დღით სახლიდან წავიდა. ამ მომენტში სახლში მხოლოდ ჯეიმს და ჰენრი არიან მარტო. როცა ჯეიმს ჰენრის თავის სამართებელს თხოვს, ის ტანსაცმლის გარეშე მოდის. შემდეგ ჰენრი ხსნის, რომ მხოლოდ ორივეს გახარება სურს. როცა ჰენრი ჯეიმს წვერი გაუპარსა, უცებ მიუახლოვდა და აკოცა. ჯეიმსმა, რომელსაც ღამით სოფისთან ჩაკა-ჩაკა არ ქონია, ვნება ჰენრისთან დაიცალა და ცხელი ჩაკა-ჩაკა გამოვიდა. მეორე დღეს ჯეიმს თითქოს აღარ ახსოვდა, რა მოხდა წინა ღამით. იფიქრა, რომ ეს უბრალოდ სიზმარი იყო, ამიტომ პირდაპირ თავის ოფისში მიდის. ოფისში ჯეიმს სოფის სახლში დაბრუნებას თავაზობს. მაგრამ სოფი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს ჯეიმს ის უკან მიღებას. აღმოჩნდა, რომ სოფი ყოველთვის ფარულად ბრუნდება სახლში, როცა ჯეიმს სამსახურში მიდის. მას მხოლოდ ჰენრისთან შეხვედრა უნდა, რადგან სოფი მასზე ძლიერად აღგზნებულია, ამიტომ სოფი ჰენრის თან ელ დელისიოსოს აკეთებს. მაგრამ როცა ჰენრიმ თქვა სიტყვები მიყვარხარ, სოფი მაშინვე გაოცდა, რადგან ჰენრი თავის პატრონზე შეყვარებისთვის არ უნდა ყოფილიყო დაპროგრამებული. მაგრამ ჰენრიმ გულუბრყვილოდ თქვა, რომ მას მხოლოდ თავისი პატრონის გახარება უნდოდა, ამიტომ სოფისთვის მიყვარხარ, ის თქმით გამოხატა თავი. ამ მომენტში ჰენრიმ ზღვარი გადაკვეთა. ჯეიმსი სახლში დაბრუნდა და სოფი ბუხართან დახვდა, რომელმაც ჰენრის კოცნის შესახებ უამბო. ჯეიმს სოფი ით იმედგაცრუებული იყო, რადგან სინამდვილეში რობოტი ჰენრი იმას აკეთებს, რაც მის პატრონს სურს და როცა ჰენრი სოფის კოცნის, ესე იგი სწორედ ეს არის ის, რაც სოფის უნდა. ჯეიმს ასევე ჰენრის მიუახლოვდა და მუშტი ჩაარტყა, შემდეგ კი ჰენრის საწოლი გამორთო, რათა მას ვეღარ წამოდგომოდა. მეორე დღეს ჯეიმს და სოფი ჯულიან ის მოსვლას ელოდებიან, რადგან ის ძალიან აგვიანებდა ჯეიმს სამსახურში წავიდა. უცებ ჰენრი მოდის და სოფის ეკითხება, რატომ გამორთე ჩემი საწოლი? რა მჭირს ცუდი? ჰენრი ასევე ხსნის, რომ ის მხოლოდ ჯეიმსისა და სოფის გასაბედნიერებლად იყო დაპროგრამებული, ამიტომ მას გააკეთა ის, რაც მის პატრონს უნდოდა. ჰენრიმ სოფის ჯეიმსთან გატარებულ ნებიან და მძაფრ ღამეზეც უამბო. მალევე ჯულიანის გამოჩნდა, თუმცა სოფიმ ჯეიმსთან ოფისში წასვლა არჩია, სადაც ერთი უცნაური დეტალი ნამდვილად შევამჩნიეთ. ჰენრის სისახეზე დალურჯებები, მას შემდეგ რაც ჯეიმსმა სცემა იქ არ უნდა იყოს, რადგან ჰენრი შეგახსენებთ რობოტია. ჯულიანიც ჰენრის მიუბრუნდა და უბრძანა, თავის საწოლში წასულიყო, მაგრამ ჰენრი უკვე მიხვდა, რომ ჯულიან მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდა. უცებ სცენა ისევ სოფიზე გადადის, რომელიც გაბრაზებულია, რადგან ჯეიმს ჰენრისთან დაწვა, მაგრამ ჯეიმს ხსნის, რომ ეს იმითომ გააკეთა, რომ იმ ღამეს, როცა სიყვარულის თხოვა, მისგან უარი მიიღო, ამიტომ საბოლოოდ ჯავრი ჰენრი ზეიყარა. კარგი, რადგან ორივემ შეცდომა დაუშვა, საბოლოოდ შერიგდნენ. როცა სახლში მივიდნენ, ჰენრი გააოცა ისინი, რომელიც გარეთ იდგა და ტანსაცმელი არ ეცვა. ჰენრი მიხვდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ადამიანი იყო. ჯულიან ატყუებდა ჰენრის და თავისი კომპანიის ყველა ყალბ რობოტს. ჯულიანმა ისინი იშვილა და ბავშვობიდან ზრდასრულობამდე რობოტებად აღზარდა. გასაკვირველია, ეს მხოლოდ ბიზნესია. FBI-მაც დალუქა ჯულიან ის კომპანია და ყველა რობოტად ქცეული ადამიანი ევაკუირებული იქნა. მათ მეტი დარიგება სჭირდებათ, რადგან ჯულიანმა ტვინი გამოურეცხა. შემდეგ ჯეიმსი, სოფი და ორი FBI-ის აგენტი ჰენრის მოსაძებნად სახლში დაბრუნდნენ, სადაც ჯულიანმა ორივე აგენტი სასტიკად მოკლა.
ჯულიან ამბობს, რომ ჯეიმსმა და სოფი გაანადგურეს ბიზნესი, რომელიც მამასთან ერთად შექმნა. ასევე ჰენრის წარმოშობა გაამხილა, რომელიც ნაცემი და მიტოვებული ბავშვი იყო, შემდეგ კი იშვილა. როცა სოფისა და ჯეიმს ეს როლა დაუპირა, ჰენრი უცებ მოვარდა და ჯულიან მოკლა, მერე მუცელი გადაიჭრა ადამიანობის დასამტკიცებლად. სიკვდილის წინ ჰენრი ბოდიში მოიხადა სახლის განადგურებისთვის, მაგრამ მათ უთხრეს შენ გვასწავლე სიყვარული. მიყვარხარ, ჰენრი. ძალიან სევდიანი ვარ, გეფიცებით. საბოლოოდ ჰენრი გარდაიცვალა. 5 წლის შემდეგ ჯეიმს და სოფი დაბერდნენ და ჰყავთ ვაჟი, სახელად ჰენრი, მის პატივსაცემად. და ასე მთავრდება ეს უძლიერესი ფილმი. გამოიწერე რომ ნახო მეტი ასეთი ვიდეო, ჩართე შეტყობინებები და დატოვე ლაიქ რომ არხს დაეხმარო. მადლობა ყურებისთვის.